დაკავება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ერთი პირი აიყვანა. ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულმა ქალბატონმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს ბინის მიღების სანაცვლოდ $7,000 ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა. სასჯელი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვითი შეგიძლია დამაიმენდო, რომ აი ეს მართლა ეგრე იქნება და ანუ გარანტიის სახით რამე რა. თუ რამე აგენ იმდროს შეხანენსაც ლაპარაკეთ, რაღაცა პრობლემა იქნება. საბუთი რაღაცა ხო, დაგირეკავდა, აგერ მიტომიტა საკონტაქტო რომ მოგვცეს ამ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა $7,000. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით.